მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ თქვენ კვლავაც უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს, რომელიც გახლავთ ეთერი, სატელევიზიო ეთერი სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა. ეს სატელევიზიო გადაცემა კვირაში მხოლოდ ერთხელ გადის და ამ სატელევიზიო გადაცემის ავტორი არის ბატონი ირაკლი ბრეგვაძე. მე კი წამყვანი ვარ ამ გადაცემისა, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე. დღეს ჩვენ გვექნება ჩვენთვის ძალიან ძვირფას და ძალიან საყვარელ წმინდანის შესახებ საუბარი. ეს გახლავთ სიდონია, წმინდა სიდონია, უფლის კვართის მიმრქმელი და შემდეგ მარადის ამ კვართთან მყოფელი, რამდენადაც ცნობილია საზოგადოებისთვის. მან სული განუტევა იმ ჟამს, როცა კვართი მიირქვა და ჩაიხუტა გულში, ჩაიხუტა კვართი უფლისა ჩვენისა, სული განუტევა და აი ამ სულის განტევების შემდეგ ცადეს მისი ხელებიდან გამორთმევა უფლის კვართისა და ის იმდენად მყარად ეჭირა ხელში, რომ ეს გამორთმევა, თავისუფლება მისი ხელებიდან ამ კვართისა აღარ მოხერხდა და იგი კვართთან ერთად დაკრძალეს, როგორც ცნობილია. მის შესახებ სულ ორიოდე ფრაზა არის ცნობილი, ისტორია მისი სულ ორიოდე ფრაზას მოიცავს, მაგრამ იმდენად დიდი იყო სულიერი მეოხება მისი და იმდენად დიდი იყო სულიერი აღტკინება მისი, რომ ეს ნიშანდობლივი გახდა მთელი კეთილმორწმუნე საზოგადოებისთვის და იმთავითვე შეიყვარა სიდონიას სულიერი ზეობა, მისი ესეთი განსაკუთრებულობა და გაითავისა საზოგადოებამ და ეს მოხდა, როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, ანუ ქრისტეს ჯვარცმის და იმ ბიბლიური ისტორიის რეალობაში და იქიდან მოყოლებული წმინდა სიდონიას სახელი ძვირფას სახელად არის მიჩნეული და მისი ისტორია თანამდებია მთელი შემდგომი პერიოდის ქრისტიანული რეალობისთვის. საქართველოში სახელი სიდონია ძალიან უყვართ, შეიძლება ითქვას. ეს არ არის მაინც და მაინც გავრცელებული სახელი, მაგრამ არის ესეთი კოლორიტული, ძალიან ლამაზი სახელი, მე ვიტყოდი და საკმაოდ ბევრ ადამიანს ჰქვია სიდონია, მათ შორის ჩემს სანაცნობოსა და საახლობლოშიც და ძალიან მეძვირფასება ეს სახელი, ვინც ატარებს ამას. ასევე გავრცელებულია საეკლესიო ხაზით, ანუ მონაზვნები არიან სიდონიას სახელით, არაერთი მონაზვნია სიდონიას სახელით აღკვეცილი სამონაზვნო გზაზე და სამონაზვნო ღვაწლში არიან და ისინიც, რა თქმა უნდა, ატარებენ სწორედ იმ ჩვენს მიერ ხსენებული წმინდა სიდონიას სახელს, რომელიც კვართთან ერთად არის დაფლული. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია მწირია და ესეთი მცირეა, მისი ღვაწლი და მასთან დაკავშირებული ესეთი რეალობები არის საკმაოდ ვრცელი და საკმაოდ ბევრი, რაც თქვენთან ერთად მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო გავიაროთ და კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ ისტორიულ რეალობას, რაშიც მოუწია ცხოვრება წმინდა სიდონიას და რა სულიერი მეოხებაც წმინდა სიდონიას სახელით არის შემოსული ჩვენს ქრისტიანულ ისტორიაში და ჩვენი ქრისტიანული რელიგიის ისტორიაში და თითოეული ჩვენთაგანის ცნობიერებაშიც. მე ვიტყოდი რამე თუ თითოეული ჩვენთაგანს გვიყვარს წმინდა სიდონიას ესეთი ცეცხლოვანი სულიერი ღვაწლი, რომელიც მან გამოავლინა და გამოხატა. წმინდა სიდონია გახლდა და ელიოზ მცხეთელისა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მცხეთაში მცხოვრები ებრაელები დრო და დრო მიდიოდნენ იერუსალიმის მოსალოცად და ეს ითვლებოდა მათ სულიერ, მათ საღვთო ღვაწლად ითვლებოდა და აი ერთ-ერთი ასეთი წასვლის დროს, როდესაც მცხეთაში მცხეთიდან იერუსალიმში გასამგზავრებლად მოემზადნენ ელიოზ
მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი. Აი ლონგინოს კარსნელთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ კარსანი, სოფელი კარსანი მცხეთასთან ახლოს, იქ მაღლა მთის ფერდობზეა, დღესაც არსებობს ასეთი სოფელი, დღესაც ცხოვრობენ იქ ადამიანები და აი ლონგინოზი იყო კარსანიდან და ელიოზი იყო მცხეთიდან. ესენი ორივე ებრაული წარმომავლობისა იყვნენ და მიწვეული იყვნენ იერუსალიმში, საგანგებოდ იყვნენ მიწვეული. სინედრიონის მოთხოვნა იყო იმისა, რომ ყველა ისრაელიდან გასული ყველა ტომის წარმომადგენლობა შეკრებილი იყო, რამე თუ დიდი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო და არავინ არ იცოდა წინასწარ, რომ ეს გადაწყვეტილება ქრისტესთან, ქრისტეს ჯვარცმასთან და მის ესეთი ისტორიასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიიღეს რა ეს მიწვევა, ისინი გაემგზავრნენ მცხეთიდან იერუსალიმში. გამგზავრების წინ ელიოზ მცხეთელის დედამ გააფრთხილა ისინი, რომ იქ არსებობს წინასწარმეტყველება, რომ იქ მოხდება ესეთი მართალი კაცის დასჯა და ამ დასჯაში არ მიიღოთ თქვენ მონაწილეობა და პასუხისმგებლობა აი ამ მართალი კაცის დასჯაში თქვენზე არ მოვიდეს და თქვენ არ მოგეთხოვოთ პასუხი და ეს თქვენობა უნდა გავიგოთ ასეთნაირად, რომ ეს არა მხოლოდ ორი კონკრეტული პიროვნება იყო, ლონგინოს კარსნელი და ელიოზ მცხეთელი, არამედ ესენი იყვნენ წარმომადგენელი საქართველოში მცხოვრები ებრაელების, ანუ საქართველოს წარმომადგენლობა, აქ არსებული ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლობა იყო და შესაბამისად მათზე გადმოდიოდა ეს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობა ძალიან უფრთხილდებოდნენ მაშინდელი საზოგადოება და აი დედის ეს გაფრთხილებაც სწორედ ამაზე მიანიშნებდა და სწორედ ამაზე მეტყველებდა. იქ ისინი დაესწრენ, ჩავიდნენ რა იერუსალიმში, უკვე ფაქტი როგორც ასეთი მომხდარი იყო და არ არის ცნობილი, რომ ისინი დაესწრენ ჯვარცმას უფლისაჩვენისა, მაგრამ როდესაც მოხდა უფლის კვართის გამორჩევა და ბიბლიიდან ცნობილი ისტორია, რომ გაიყვეს უფლის შესამოსელი გაიყვეს და კვართი ვერ გაიყვეს, რადგან ეს არ იყო შეკერილი, ეს არ იყო ესეთი შექმნილი ქსოვილებისგან, ეს ერთი მთლიანი კვართი იყო, ბოქსოვილი კვართი იყო და მისი დაშლა, მისი დანაწევრება გამოიწვია მის გაფუჭებას, ანუ დაიშლებოდა ეს ნაკსოვი დაიშლებოდა და აღარაფერი არ იქნებოდა, ამიტომ განუყოფელი იყო, კვართი იყო მთლიანი და განუყოფელი და ასევე განუყოფლად დატოვეს და იქ მყოფმა ელიოზმა და ლონგინოზმა ეს მოიპოვეს ეს კვართი და როგორც სიწმინდე წამოაბრძანეს საქართველოში და როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდნენ და ჩამოვიდნენ, მათ შეეგება და ელიოზისა ჩვენს მიერ უკვე ხსენებული წმინდა სიდონია და გაიგო რა მან, რომ ეს იყო ჯვარზე გაკრული უფლის სამოსი და მისი შესამოსელი, მისი კვართი, როგორც იტყვიან, ამან დიდი გრძნობით, დიდი განცდით, უფლისმიერი განცდით მიირქვა ეს შესამოსელი, ეს კვართი მიირქვა და აი ჩაიხუტა გულში და ამ მაღალი ემოციებისგან, ამ მაღალი შთაბეჭდილებებისგან განუტევა სული და გარდაიცვალა. ეს შეიძლება მხოლოდ ისტორიაა, როგორც ასეთი, მაგრამ ამ ისტორიას ამაგრებს და სარწმუნოდ ხდის ის ფაქტიც, რომ თვითონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ადასტურებენ და ამოწმებენ იმას, რომ ადამიანი ამ მაღალი ემოციური განცდების შედეგად შეიძლება გარდაიცვალოს და სიკვდილი შეიძლება დადგეს სწორედაც აი ამ ემოციების გამო და ემოციების შედეგად და ეს კლინიკურადაც შესაძლებელი იყო ასე მომხდარიყო და ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ იმ
წყაროს, რომელიც მეტყველებს წმინდა სიდონიას ასეთ გარდაცვალებას, მაგრამ ფაქტი როგორც ასეთი დადგა ეს ფაქტი და ეს ფაქტი სარწმუნოა და დღემდე მოდის სწორედაც აი ასეთი sakit ყოველგვარი ესეთი კითხვის ნიშნებითა და ასე შემდეგ და ჩვენც ასე უნდა ვირწმუნოთ ჩვენს ზედმეტი ინტერესი და ზედმეტი ჩაძიება აქ როგორც იტყვიან საჭირო არ არის მივიღოთ ფაქტი ისე როგორც მოდის ჩვენამდე მთელი 20 საუკუნის განმავლობაში და აქ სიდონიას ღვაწლი სიდონიას სულიერი მეობა გამოიხატა ძალიან ისეთი აღმატებულ ტონში ძალიან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში უფლის მიმართ და ეს სიყვარული უფლისმიერი სიყვარული სიდონიაში გაცხადებული იქცა ერუდგვარ სარკეთ მისი სულისა რომელშიც ყველაზე უკეთ და ყველაზე ესეთი სრულყოფილი წარმოჩინდა სიდონია და თავისთავად არა მხოლოდ სიდონია არამედ ეს იყო საქართველოში არსებული სულიერი მდგომარეობაც რომელიც გამოავლინა ამ კონკრეტულმა პიროვნებამ და კონკრეტულმა ადამიანმა და შეიძლება ითქვას რომ ეს ჩვენი სულისკვეთება ეს ქართული სულისკვეთება ეს უფლის მიმართ ესეთი აღმატებულობის განცდის სულისკვეთება და სიდონია ამისი საუკეთესო სახეს წარმოადგენს და საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენს ისტორიული თვალსაზრისით. წმინდა სიდონია დაიკრძალა იქ, სადაც დღეს სვეტიცხოვლის ტაძარია აგებული და დაიკრძალა უშუალოდ იქ, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარში არსებობს ნიში სვეტიცხოვლისა. აი ამის ძირში არის დაკრძალული და დაფლული კვართი უფლისაჩვენისა და შესაბამისად მასთან ერთად არის და განისვენებს სიდონიაც. ეს და ადგილ მონიშნის მომენტიც არის ერთგვარად საინტერესო რამე თუ არსებობს გამოთქმა რომ სამყაროს ჭიპი აი ესეთი ცენტრი სამყაროსი და თუ შეიძლება ამ გამოთქმას გავყვეთ აზრობრივად და თუ შეიძლება ეს გამოთქმა გავიზიაროთ სულიერი ცენტრი და სულიერი ჭიპი სამყაროსი არის სწორედ იქ სადაც ერთადერთი ნივთიერი სახე, ნივთიერი საგანი უფლისა ჩვენისა კვართი არის და კვართი მდებარეობს და კვართი განისვენებს და ეს არის სწორედაც სვეტიცხოვლის ის ადგილი, სვეტიცხოვლის ტაძარში არსებული ის ადგილი, სადაც აღმართული არის ნიში სვეტისა ცხოველისა. შემდეგ აი ამ ადგილზე ამოვიდა ხე ცოცხალი ხე, რომელიც გაიზარდა დიდი და როდესაც სვეტიცხოვლის ტაძრის ასაშენებლად მოემზადნენ და მოამზადეს სვეტები სვეტიცხოვლის ტაძრიდან, ერთ-ერთი სვეტი მოიჭრა ეს ხე და ერთ-ერთი სვეტი სწორედ აი ამ ხისგან გამოითვალა, რომ ამ საფლავზე ამოსული ხისგან გამოითვალა სვეტი და როდესაც დააყენეს ეს სვეტები, მათ შორის ეს სვეტი, რომელიც აი ამ საფლავზე მოჭრილი ხიდან იყო გამოთვლილი, არ დადგა მიწაზე არ გაჩერდა სხვა სვეტები იდგნენ ჩვეულებრივად და ეს სვეტი მითითებულია იქ რამოდენიმე წრთის სიმაღლეზე აიწია ცაში და ცაში ნათობდა, ცაში გაჩერებული იდგა და ნათობდა სვეტი იგი და ამას ხედავდა არა ერთი და არა ორი, არამედ განცვიფრებული საზოგადოება იმდროინდელი მცხეთა ქალაქისა, რომელიც გამოვიდა ქალაქის მოსახლეობა და უყურებდნენ თვალსაჩინოდ უყურებდნენ აი ამ სვეტის ამ მდგომარეობას და შემდეგ გარკვეული ლოცვის, გარკვეული ესეთი რუდუნების შემდეგ ამ სვეტმა დაიწია და დადგა ადგილსათვისა, ანუ სადაც მიჩნეული იყო თავისი ადგილი. მაგრამ ამ სვეტს შეამჩნიეს, რომ ზდიოდა მირონი, ანუ მადლმოსილი სვეტი იყო და აი ამ სვეტის მადლმოსილება აი ამ მირონის გამოდენაში, წარმომავლობაში ვლინდებოდა და გაჩნდა აი სწორედ ამიტომ და სწორედაც ამის გამო ცხოველმყოფელი სვეტის, ანუ სვეტი ცხოველის სახელდება და ის ტაძარი, რომელიც იქ აშენდა, დიახაც ატარებს სახელს სვეტი ცხოველისა, როგორც აი იმ სასწაულის გამოვლენა
იქნება, რომელიც სიდონიას საფლავიდან ამოსული ხის სახით და მის ხიდან დამზადებული ამ სვეტის მირომდინარე სვეტის სახით გაცხადდა ამდენი ადამიანის თვალწინ და ეს გახდა საფუძველი და სათავე ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა, რომელიც ამ სახელს ატარებს და რომელიც ამ სახელით იცის თელმა ქვეყნიერებამ. სიდონიას ეს დამოკიდებულება უფლის მიმართ გარკვეულ წილად მხოლოდ ფაქტად არ დარჩენილა და მხოლოდ ამბად არ დარჩენილა, ამაზე ფიქრობდა ძალიან ბევრი ადამიანი და კვლავაც ფიქრობს ბევრი ადამიანი და აი ასეთი სულიერი მდგომარეობა, ასეთი განსაკუთრებული მიმართება უფლის მიმართ კვლავაცა და კვლავაც შეგვახსენებს აი იმ სულიერ განსაკუთრებულობას, რომ მლისკენაც უფალი მოგვიწოდებს, რომ დიახაც ვიყოთ მოყვარული უფლისა ჩვენისა და აი ეს სიყვარული ვლინდება ამ საქმეში, იმ საქმეში, სხვა საქმეში და სხვა საქმეში, მაგრამ ყველაზე უფრო შთამბეჭდავად, ყველაზე უფრო თავდადებულად, ყველაზე უფრო სულიერი აღმაფრენით დიახაც სიდონიაში არის გამოხატული აი ეს სიყვარული და ეს სიდონიას ისტორია ამიტომაც არის ნიშანდობლივი ისტორია და ამიტომაც არის გასაზიარებელი ისტორია მთელი შემდეგი თაობებისა და შემდეგი საზოგადოებისათვის. წმინდა სიდონიას თვითონ სახელის შესახებაც ორიოდ სიტყვით გეტყვით, რომ ეს არის ებრაული წარმომავლობის სახელი, ძველი ებრაული სახელია, რომელიც ფინიკიელების ლექსიკის თანახმად თევზს ნიშნავს, თევზი და აი თევზად არის ეს სახელი ცნობილი და თვითონ ეს ფაქტი, რომ ეს თევზზე მიანიშნებს და თევზის ესეთი სახელდობა არის ამაშიც წამოსული, მეტყველებს შემდეგზე, რომ ქრისტიანები თევზს გამოხატავდნენ როგორც სიმბოლოს ქრისტიანობისა და ცნობილია ის ძველი კატაკომბები, სადაც ძველი ქრისტიანები თავს აფარებდნენ დევნას, შევიწროებას და წამებას და თავს იფარავდნენ აი ამ კატაკომბებში და იქ მსახურობდნენ, იქ ლოცულობდნენ და აი ამ კატაკომბებში ცხოვრობდნენ კიდევაც, ისინი კედელზე ხატავდნენ და კედელზე გამოკვეთავდნენ თევზს და ეს გამოკვეთილი თევზის სახეობა ახლად შერჩენილია იქ. არა მარტო კატაკომბებში, არამედ თევზი გამოიხატება უკვე შემდეგი დროის იკონოგრაფიაშიც და ხელოვნებაშიც. თევზი არის ქრისტიანობის ნიშანი, ქრისტიანობის სიმბოლო და ეს ფორმა, თევზის ეს გამოხატულების ეს ფორმა პირდაპირ კავშირშია სიდონიასთან, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ლექსიკურად თევზს ნიშნავს და აი წარმომავლობითი ესეთი სიტყვის შინაარსობრივი მომენტი თევზთან არის ასოცირებული. წმინდა სიდონიას მიმართ დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიაშიც განსაკუთრებულია და უნდა ითქვას, რომ ეს განსაკუთრებულება მდგომარეობს იმაში, რომ არა მარტო ის, რომ სახელი სახელად არის პატივდებული, არამედ პატივდებულია არსობრივი მნიშვნელობა სიდონიას ღვაწლისა, მისი სულიერი ზეობისა, მისი განსაკუთრებულობისა და უნდა ითქვას, რომ მცხეთაში მისული ადამიანი მოილოცავს რა სვეტიცხოველს, რა თქმა უნდა აზრობრივად და შინაგანი განცდით უკავშირდება იმ წმინდა სიდონიას, რომელმაც ჩაიხუტა უფლის კვართი და აი ამ კვართით დაეფლო და დარჩა სამარადისოდ ამ კვართთან ერთად. იწერება ხატები იკონოგრაფიაში საკმაოდ გავრცელებულია წმინდა სიდონიას ხატი, მათ შორის სვეტიცხოვლის ტაძარში არის დაბრძანებული ძალიან შთამბეჭდავი ხატი წმინდა სიდონიასი, რომელიც ძვირფასი მოჭედილობით არის შემკული და აქ კვლავაცა და კვლავაც გამოსახული არის ქალწულებრივი სახე წმინდა სიდონიასი, რომელსაც ხელში უჭირავს უფლის კვართი და ეს უფლის კვართი არის წითელი ფერის და უნდა ვიფიქროთ, რომ აქ არის ასოციაცია იმისა, რომ უფლის კვართი ჯვარცმული უფლისა და ფერდში ესეთი შუბ ნაგმირები
უფლის კვართი წითელი ფერის არის, ანუ სისხლისფერია და აქ მიანიშნებს უფლის წამებაზე, უფლის ესეთი სისხლის მომენტზე და ასოცირებულია ყველაფერ ამასთან. არის წმინდა სიდონიას სხვა ხატები, სადაც გამოსახულია წმინდა სიდონია, რომ მას ხელში უჭირავს უფლის კვართი, მაგრამ არა წითელი ფერის, არა სისხლის ფერი, არამედ თეთრი ფერის, ესეთი სპეტაკი ფერის და ესეც გასაგები არის იმ თვალსაზრისით, რომ აქ მოიაზრება სისპეტაკე, სისუფთავე და სიწმინდე უფლის შესამოსელისა და ამიტომაც არის ეს ამ ხატზე გამოსახული კვართი, ასეთი ქათქათა, ასეთი სპეტაკი და ასეთი განსაკუთრებული სიტეტრის მქონე ესეთი წარმოდგენილი. კვართის აი ასეთი ფორმით გამოხატვა, ერთი წითელი და მეორე თეთრის ფორმის შინაარსობრივად დატვირთულია, მაგრამ დატვირთულია თვითონ ფორმა, იკონოგრაფიული ფორმა იმისა, რომ სიდონიას ორივე ხელით უჭირავს ეს კვართი და ეს დაჭერაც, ხელის ეს დაჭერაც, ეს ხელში პყრობა ამ კვართის არის ხაზგასმული და უტრირებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, რამე თუ სწორედ ამაში ჩანს ის სულიერი ძალა, რომელიც სიდონიამ გამოხატა უფლის კვართის მიმართ და აი ეს გამოხატულება არის აი ასეთი იკონოგრაფიული სახით, ასეთი ხატწრის ფორმით წარმოდგენილი. უნდა ვიფიქროთ შემდეგი, რომ წმინდა უფლის მიმართ დამოკიდებულება საქართველოს და ქართველ ერს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ხშირად ვამბობთ ხოლმე იმას, რომ ქართველები ქრისტემდე ქრისტიანები იყვნენ და ამ გამოთქმას შეიძლება ეს არ არის ისეთი სწორი და ისეთი კანონიკური გამოთქმა, მაგრამ ამას აქვს თავისი აზრობრივი სიმძიმე და ეს სიმძიმე და ეს არსობრივი მნიშვნელობა ამ გამოთქმისა მდგომარეობს იმაში, რომ ქართველები იმთავითვე აღიარებდნენ უფალს და უფლის მიმართ სასუებდნენ და ეს სასუება, რა თქმა უნდა, ქრისტეში არ იყო გამოხატული და ქრისტეს სახებით არ იყო გამოხატული და ეს კონცეფცია ქრისტიანული რელიგიისა არ იყო გაცხადებული, მაგრამ უფლის მიმართ ესეთი გულწრფელი დამოკიდებულება და უფლის მიმართ ესეთი კეთილმორწმუნეობა ქართული ერისა სწორედაც ამ სულისკვეთებას გამოხატა, რომელიც სულისკვეთებაც შემდეგ ქრისტიანულ რელიგიაში გაცხადდა, ჩამოყალიბდა და საცნაური გახდა თითოეული ჩვენთაგანისთვის და აი ამ ყველაფერში ჩანს სიდონიას სახეც და ჩანს შემდეგნაირად, რომ სიდონიამ მიიღო როგორც ქალწულმა, როგორც წმინდა ქალწულმა და ამ უბიწოებით ახსავსე სულმა, უფლის მოყვარე სულმა მიიღო საგნობრივი სახე, ანუ კვართი მიიღო უფლისა ჩვენისა და არა სხვამ და არა სხვამ, არამედ სწორედ აი ამან და საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის ეს ქალწულება არის ერთგვარი თანამდევი მომენტი და ამაზე შეიძლება შემდეგი პარალელების მოხმობა და შეიძლება ყურადღების გამახვილება შემდეგ რეალობაზე, რომ კენჭი იყარეს რა მოციქულებმა თუ სად უნდა ეკადაგათ, კენჭის ყრაში მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა მარიამაც და მას შეხვდა ივერიეს საყოველთაოდ ცნობილია და ცნობილია არა მხოლოდ ქართული ისტორიული წყაროებით, არამედ ცნობილია საზღვარგარეთის ეკლესიური წრეების წიაღში შექმნილი ისტორიებითა და იქ არსებული ეპისტოლარული მემკვიდრეობითაც და ეს როგორც იტყვიან აღარ არის ესეთი განხილვის თემა და კითხვის ნიშანი ეს არ მოიცავს, მაგრამ ჩვენ მინდა ესეთი ყურადღება გავამახვილოთ ერთ ნიუანსზე, რომ ხო შეიძლებოდა, რომ იმ კენჭის ხრის პროცესში 12 მოციქული იყრიდა კენჭს და მათთან ერთად ღვთისმშობელი მარიამიც და რომელიმე სხვა მოციქულს შეხვედროდა ეს და რომელიმე სხვა მოციქული ასეთი პასუხისმგებლობად ქცეულიყო მოქცევა ქართველი ერისა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ეს მოხდა ღვთისმშობელთან მიმართებაში და ეს სწორედ ღვთისმშობელს შეხვდა ივერიაში ქადაგების პატივიც და პასუხისმგებლობაც ერთდროულად, თუ შეიძლება ასე ითქვას. აქვე
უნდა საჩინოდ მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ ღვთისმშობლის მიმართ არის შემდეგი ცოდნა, რომ ღვთისმშობელი იყო ქალწული და შობის შემდეგ, ანუ მაცხოვრის შობის შემდეგაც იგი ქალწულად დარჩა. ანუ ღვთისმშობელთან ქალწულობის მომენტი მარადიული მომენტია, ურღვევი მომენტია და ეს როგორც იტყვიან, მისი თანამდები, მისი ესეთი პიროვნულ ნიშანად გამოხატული მომენტია ეს ქალწულობა. შემდეგ თქვენთვის ძვირფასო ტელემაყურებელო ცნობილია, რომ გარკვეული მიზეზის გამო ღვთისმშობელს ვერ მიეცა და არ მიეცა საშუალება წამოსვლისა, საქართველოში წამოსვლისა, მაგრამ მან გამოაგზავნა და როგორც იტყვიან, კურთხევა მისცა და გზა დაულოცა ისეთ ცნობილ და აღიარებულ მოციქულს უფლისა ჩვენისას, როგორიც გახდა ანდრია, რომელსაც ზედწოდებაც აქვს პირველად წოდებული, ანუ პირველობის მადლცხებულობით აღსავსე მოციქული წამოვიდა საქართველოში. და აი ეს ქალწულებრივი ხაზი მოდის ამ მოციქულის ხელით, მოციქულის ხელით, მაგრამ მოდის უშუალოდ კურთხევით ღვთისმშობლისა და მისი ქალწულებრივი სიწმინდით აღსავსეა ეს კურთხევა, ეს ნება და ეს სულისკვეთება, რომელიც აღესრულა საქართველოში მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით. ასევე უნდა ითქვას, რომ იქადაგა რა ანდრია მოციქულმა საქართველოში გაჩნდა უკვე ქრისტიანული კერები, ქრისტიანული სათვისტომოები, სადაც მიიღეს ქრისტეს რჯული, გაითავისეს ქრისტეს რჯული, მაგრამ ეს რელიგიური კულტურა საერთო, სახალხო და სახელმწიფოებრივ ხარისხში ვერ ავიდა და ვერ განეფიდა თელ საქართველოში ისე, როგორც ეს საჭიროა და ამას დაჭირდა მერე შემდეგ მთელი 3 საუკუნე და სწორედაც 3 საუკუნის შემდეგ საქართველოში მოდის წმინდა ნინო, მოდის ვაზის ჯვარით, რომელი ვაზის ჯვარიც როგორც ცნობილია ესეთი გამოცხადებითი სახით გადაეცა მას ღვთისმშობლისგან და წმინდა ნინომ იქადაგა მცხეთაში, უკადაგა ქრისტიანული რელიგია ქართველებს და ხდება საოცრება, რომ ამ ახალგაზრდა და შეიძლება ითქვას ძალიან ახალგაზრდა, იგი სულ 12 წლისა იყო, როდესაც იერუსალიმიდან წამოვიდა და როგორც ისტორია ამბობს, 14 წლისა იყო, როდესაც მას საქართველოში შემოსვლა მოუწია. მისი გზა ცნობილია, შესწავლილია მისი გზა და ეხლა ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ, მაგრამ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ 14 წლისა მოდის, ქადაგებს ძალიან ახალგაზრდა ასაკისა და აი ამ წმინდა ნინოს ნაქადაგები რელიგია ხდება უკვე ისეთი მისაღები და ისეთი საყოველთაო სახეს იძენს საქართველოში, რომ იგი აყვანილი იქნა სახელმწიფო რელიგიის რანგში, მოინათლა მეფე, მოინათლა სახლობა მეფისა, მეფის ოჯახი და მეფემ გამოაცხადა ქრისტიანობა საერთო საყოველთაო რელიგიად და მოხდა დიდი საერთო ნათლობა, რომელიც აღესრულა იქ, სადაც სხვათა შორის ახლაც ხდება ნათლობები მტკვრისა და არაგვის შესართავებში და ამ ადგილს ეხლაც სანათლავი ეწოდება, ტოპონიმიკურადაც ეს ადგილი ასეთ ადგილად არის შემორჩენილი და იქ მოხდა დიდი სახალხო განათვლა ჩვენი ერისა და იქიდან ქრისტიანული რელიგია განევრცო და გახდა საერთო სახელმწიფო რელიგია. და აი ამ საერთო სახელმწიფო რელიგიის შემოსვლაც თვით მოციქულმა იქადაგა და მოციქულის ქადაგება ვერ მიიღო და ვერ გაითავისა სახელმწიფოებრივ რანგში და ესეთი საყოველთაობის რანგში საქართველოს, მაგრამ აი ამ ქალწულის მიერ მოტანილი რელიგია და ამ ქალწულის მიერ მოსული მართალი სიტყვა ისეთი საცნაური გახდა და იმდენად მადლმოსილი აღმოჩნდა ქართველი ერისთვის, რომ გაითავისა, მიიღო და აყვანილი იქნა აი ამ ასეთ სახელმწიფოებრივ რანგში.
აქ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს თავი იმ ქალწულებრივმა მომენტმა და იმ სიწმინდემ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ქალწულებასთან არის დაკავშირებული და ეს ქალწულებრივი სახელდება არის ზოგადად ერთგვარი სინონიმი სიწმინდისა და აი სიწმინდის გამომხატველია ეს ყველაფერი და სწორედაც ამ ქალწულებაზე გადის, აი ამ სიწმინდეზე გადის მთელი გზა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ ქრისტიანული რელიგიისა, რომელიც შემოვიდა ჩვენთან, რომელიც მივიღეთ სიდონიას მსგავსი აღფრთოვანებითა და სულიერი ესეთი აღმაფრენით და ესეთი ქალწულებრივი ნინოსეული სიწმინდით დაივანა და დამკვიდრდა მთელს საქართველოში და აქ როგორც იტყვიან ქალწულება როგორც სიწმინდე ნიშანდობლივია მთელი საქართველოსთვის და მთელი იმ ისტორიისთვის, რომელი ისტორიაც გამოიერა ქართველმა ხალხმა თავისი ქრისტიანული რწმენითა და ქრისტიანული ცნობიერებით. რამე თუ რწმენა საქართველოში მხოლოდ რელიგია არ ყოფილა, ანუ ქრისტიანული რწმენა მხოლოდ რელიგია არ ყოფილა, ეს იყო აზროვნების სტილი, ეს იყო კულტურა და ეს იყო ცხოვრების წესი, რომელშიც განეფინა და რომელიც მოიცვა აი ამ ქრისტიანული რელიგიამ და ქრისტიანული აზროვნების კულტურამ და ქრისტიანული აზროვნების წესმა ცხოვრებისამ. და აი ეს ყველაფერი იმდენად კარგად არის დაკავშირებული წმინდა სიდონიას სულიერ აღმაფრენაში, მის განსაკუთრებულობაში, აი მის ცხოველმყოფელობაში იმდენად კარგად არის წარმოჩენილი, რომ აი გადის წლები და გადის საუკუნეები და ეს სულიერი აღმაფრენა კვლავაც და კვლავაც დამახასიათებელი და ნიშანდობლივია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და მათ შორის ჩვენს წიაღში დაფლული იმ სიდონიასთვის, რომელმაც სიდონიამაც ყველაზე უკეთ და ყველაზე ლამაზად და ყველაზე პირდაპირ გამოხატა დამოკიდებულება უფლის მიმართ. და ეს დამოკიდებულება დიახაც სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე გადის. საქართველოს სულ კლავდნენ, მაგრამ უფლის შეწევნითა და უფლის მფარველობით იგი სულ გადარჩა და გადარჩება ბოლომდე და გადარჩება ბოლო ჟამამდე. ანუ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც მოუწევს მეორედ ბოსვლის ჟამს შეხვედრა უფალთან და უფალს მიეგებება საქართველო და ეს მოლოდინი არა მხოლოდ წინასწარმეტყველებაა, როგორც ასეთი, არამედ არის ის რეალობა, რომელსაც გრძნობს ყველა, ვინც ათვალიერებს და ვინც თვალსავლებს საქართველოს ისტორიას და მე გეტყვით უცხოელების, არა ჩვენ შეიძლება გარკვეულ წილად ტენდენციური ვიყოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მიმართ და ცოტა აღმატებულ ტონში ვხედავდეთ ამა თუ იმ ფაქტს, მაგრამ უცხოელები აღიარებენ და უცხოელები ამბობენ შემდეგს, რომ ეს ხალხი და ეს ქვეყანა არაფრით არ შეიძლებოდა იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ, გადარჩენილიყვნენ და მოსულიყვნენ დღემდე, იმდენად დიდი სამტრო არეალია და იმდენად დაპირისპირებული სამყაროა მათ მიმართ, რომ ვერაფრით ვერ გადარჩებოდნენ და ვერაფრით ვერ იარსებებდა ეს ქვეყანა, რომ მასზე არ იყოს რაღაცა განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული მფარველობა გადმოსული და ეს განსაკუთრებულობა სხვა არაფერი არ არის, თუ არა კავშირი უფალთან და უფლის შემწეობა, უფლის მფარველობა და უფლის მიერ გადმოსული მეოხება ქართველ ერზე, რომელიც გრძელდება და როგორც უკვე ითქვა, გაგრძელდება უფალთან შეხვედრით, უფალთან მეორედ ბოსვლის ჟამამდე და ეს გაგრძელებაც არა თავისთავად მოხდება და არა ესეთი თვითდინებით წარემართება, არამედ ამას სჭირდება თითეული ჩვენთაგანის ძალისხმევა, თითეული ჩვენთაგანის სულიერი მდგომარეობა და ის მაღალი ქრისტიანული კულტურა, რომელი კულტურითაც საქართველო ყოველთვის იყო ცნობილი და ეს კულტურა არა მხოლოდ კულტურა, ესეთი მდორე, რაღაცა წიგნიერი და მხოლოდ ეკლესიური სახით, არამედ ეს კულტურა არის ყოფითი კულტურა, ეს კულტურა არის ესეთი თავდადებითი კულტურა, ესეთი თავგანწირვითი კულტურა, რომელიც ძალიან ახლოს დგას იმ სულისკვეთებასთან, რომელიც სულისკვეთებაც წმინდა სიდონიამ გამოხატა და ეს სულიერი აღმაფრენა განფენილია
თელ საქართველოზე და შეიძლება ითქვას გარკვეულწილად უნდა იყოს მისაღები და ესეთი შინაგანი ხმის და შინაგანი ტონუსის მომცემი ყველა ჩვენთაგანისათვის, რამე თუ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ ამ ტრადიციების შვილები ვართ და ჩვენ იმ სულიერი აღმაფრენის მატარებელი უნდა ვიყოთ, როგორი სულიერი აღმაფრენაც ჰქონდა წმინდა სიდონიას და კლავაცა და კლავაც წმინდა სიდონია რჩება იმ გამორჩეულ წმინდანად, რომელიც უყვარს საქართველოს, რომელიც ეძვირფასება საქართველოს და რომლის საფლავსაც სამარადჟამოდ ინახავს ასეთი სასოებით, ასეთ სათუთად და ასეთ ცენტრალურ ადგილზე, როგორც იტყვიან, ასეთი განსაკუთრებულ ადგილზე, როგორც სვეტიცხოველია და მის წიაღში აღმართული ნიში ცხოველმყოფელი სვეტისა, სადაც როგორც უკვე ითქვა, განისვენებს წმინდა სიდონია. გვეწეოდეს მადლი წმინდა სიდონიასი, მისი აღმაფრენისა, მისი განსაკუთრებულობისა და სწორედაც აი ესეთი აღმაფრენა, ესეთი ქრისტიანული აღმაფრენა უნდა სდევდეს ჩვენს ქვეყანას და შინაგანად მწამს და მჯერა, რომ სიდონია გარდაიცვალა, მაგრამ მარად უკვდავი სული მისი კვლავაც გვახსენებს თავს, კვლავაც ძალიან ახლოს არის ჩვენთან და ეს სატელევიზიო გადაცემა და ეს საუბარიც აი ამ სიახლოვის გამოხატულებად მივიჩნიოთ და ჩავთვალოთ, რამე თუ გვიყვარს წმინდა სიდონია და ვეტრფით მის იმ სულიერ აღმაფრენას, რომელიც მან თავის სიცოცხლეში გამოხატა ჩვენი ძვირფასი, ჩვენი საყვარელი და ჩვენი თავდადების ობიექტად ქცეული უფლის წინაშე. გვეწეოდეს მადლი წმინდა სიდონიასი. მადლობა ყურადღებისთვის.